ანდრომედიანელების გზავნილი 14 ოქტომბერი 2015 წელი. მოგესალმებით, ჩვენო ძმებო და დებო. ჩვენ მოვედით თქვენთან, რათა გავაგზავნოთ ჩვენი თხრობა იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე. ჩვენ სურს მოგიყვეთ თუ როგორ ხდება ჩვენთან ფასეულობების განსაზღვრა. ეს სრულიად არ ჰგავს იმას, თუ როგორ ეწყობა ურთიერთობები თქვენთან, სადაც ძირითადი კაპიტალის და სიმდიდრე ეკუთვნის ადამიანთა მცირე ჯგუფს, ანჩენები კი კმაყოფილდებიან სუფრიდან ჩამოვარდნილი ნამცეცებით. ჩვენთან ყველაფერი სხვანაირად ხდება. ჩვენი პლანეტის თველი სიმდიდრე, რომელიც ძირითადად შედგება ბუნებრივი წიაღისეულის, ძვირფასი მეტალებისა და წყლის რესურსებისგან, რომლებიც გადაცემულია სპეციალურ დეპარტამენტებში, რომლებიც პასუხს აგებენ მათ მოპოვებაზე, გადამუშავებაზე და მიზნისამებრ გადანაწილებაზე. რას ნიშნავს ეს გადანაწილება მიზნის მიხედვით? საქმე ისაა, რომ ყველა ჩვენთან დაკავებულია იმით, რასკანაც მას მიუწევს სული. ანუ თავის საყვარელი საქმიანობით და თუ მოითხოვება რაიმე კონკრეტული მისი ხელობისთვის, ის მოითხოვს ამას შესაბამის დეპარტამენტში და იღებს სასურველს იმ რაოდენობით, რომელიც მისთვის აუცილებელია. რადგან ჩვენთან არ არსებობს დეფიციტი და ყველა მიცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, ყველა თხოვნა მიზანშეწონილი და გორინულია. არავინ არ უკვეთავს რესურსებს შავი დღისთვის გადასანახავად და არ თაღლობს. ჩვენთან ყველაფერი სრულ ნდობაზე აგებული. თქვენ ალბათ შევეკითხებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენთან ანგარიშწორება. ფული ჩვენთან არ არსებობს, მათ ცვლის ერთგვარი კუპონები ამა თუ იმ პროდუქციის მიღების შესახებ. მათში აღნიშნულია გამოშვებული საქონელის ოდენობა და ხარისხი. ეს საჭიროა იმისათვის, რომ შეიქმნას სტატისტიკა და დროულად მომზადდეს ამა თუ იმ მატერიალის საჭირო ოდენობა. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, ამით დაკავებულია ცალკე აღებული დეპარტამენტი, რომელიც პასუხს აგებს არა მხოლოდ მოსავლის მოყვანაზე, შეგროვებასა და გადამუშავებაზე, არამედ მთელი პლანეტის მაცხოვრებლებს შორის მის გადანაწილებაზე. რა თქმა უნდა, მისი ფილიალები მდებარეობს სხვადასხვა ადგილებში, რათა უკეთესად იყოს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილებები და კმაყოფილება. საკვებიც ასევე ნაწილდება მოთხოვნების მიხედვით კუპონების შევსებით. ჩვენ უკვე განსხვავდება თქვენი რაციონისგან. ეს არის მცენარეებით დაბალანსებული გარკვეული სახეობები. ის რასაც უწოდებთ ვეგეტარიანელობას. ჩვენს პლანეტაზე არიან ცხოველები, თუმცა ჩვენ არასოდეს არ გვიჭამია მათი გვამები. ჩვენ ვაშენებთ მათ სილამაზის გამო და მათთან ურთიერთობის სიხარულის მისაღებად. საბოლოოდ კი გსურს მოგიყვეთ სატრანსპორტო საშუალებების გადანაწილებაზე. რადგან ჩვენ შეგვიძლია ტელეპორტაცია და პლანეტაზე გადაადგილება აზრისა და განზრახვის ძალით, გადაადგილებების შესრულება ჩვენთან ძირითადად პლანეტათა შორისი და გალაქტიკათა შორისია. ჩვენ გვაქვს სპეციალური სამშენებლო და დიზაინის ბიუროები, რომლებიც აგებს ასეთ საფრენ აპარატებს და ასევე არის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ამზადებს სპეციალისტებს, რომლებსაც ეცოდინებათ მათი მართვა. ჩვენ გვაქვს ერთგვარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცოტათი ჰგავს თქვენს ხარისხულ მატარებლებს. ის საჭიროა იმისათვის, რომ გადავიტანოთ სხვადასხვა საქონელი და მატერიალური ფასეულობები. თუმცა ჩვენი პლანეტის ბევრ მაცხოვრებელს უყვარს მათზე სეირნობა სიამოვნების მისაღებად. ეს მატარებლები მოძრაობს ავტომატურად მითითებულ მარშრუტზე და იმართება დისტანციურად სპეციალურად გარწმუნებული პერსონალის მიერ. ამაზე გავჩერდებით დღეს. თანავარსკვლავედი ანდრომედეს უხუცეს და საბჭოს საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.